დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდული ბანკის წევრებმა შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის ფარგლებში ბანკის წარმომადგენლებმა მათ მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს. ავტორმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი თემები: განათლების ხარისხი, უმუშევრობა და გარემოს დაცვა. გამარჯვებული პროექტი 800 ლარის ოდენობის თანხით დაფინანსდება. პროექტის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენებაც. მარნეულის ახალგაზრდული ბანკი აცხადებს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც 14-დან 24 წლის ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ დაწერონ პროექტი. პროექტის წერა შეუძლიათ სამ თემაზე: განათლების ხარისხი, უმუშევრობა, ასევე გარემოს დაცვა. საგრანდო კონკურსის ფარგლებში ჩვენ მარნეულის ახალგაზრდული იდეა 800 ლარიან გრანტებს ვაძლევთ, მაქსიმუმ 800 ლარიან გრანტებს ვაძლევთ იმ ჯგუფს, რომლებიც წერენ ამ თემებზე. ჩვენი მთავარი მიზანია ახალგაზრდების წახალისება და აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა. გაიმართა შეხვედრა მარნეულის ახალგაზრდული ბანკის ორგანიზებით, რომელიც ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის თანამშრომლობით გაიმართა. ფილმის ჩვენება მოეწყო ასევე. დღეს სკოლაში ჩემი მეგობრების მიერ ჩემი მეგობრებმა მითხრეს, რომ USAID-ში ტარდებოდა ესეთი ტრენინგი, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდებს შეეძლებოდათ პროექტის დაწერა და დაფინანსება იქნებოდა პროექტების განხილვის შემდეგ მოხდებოდა მათი დაფინანსება. პროექტები უნდა დაიწეროს სამ თემაზე: ეს არის ეკოლოგია, უმუშევრობა და განათლების ხარისხი. ანუ ახალგაზრდებს ჩემი აზრით ამით კარგი შანსი ეძლევათ საკუთარი მიზნები წარმოაჩინონ და დაეხმარონ თავიანთ თემს. მე დავუფიქრდები და ჩემი აზრით მეც მივიღებ ამ მონაწილეობას და დავწერ პროექტს და ეს პროექტი ჩემი აზრით იქნება განათლების ხარისხის გაზრდაზე მიმართული. სოფელ ყიზლაჯლოში ნარიმანოვის სახელობის საჯარო სკოლის კედელზე გაკრულმა ჰეიდარ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთობლივად გადაღებულმა ფოტომ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მიიქცია. რატომ გახდა საჭირო აღნიშნული ფოტოსურათის სკოლის კედელზე ჩამოკიდება? თემასთან დაკავშირებით თავად სკოლის დირექტორს ვესაუბრეთ. ტახირ განჯავებმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფოტოსურათი არანაირ პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს. ის მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის საელჩოს საჩუქარია. ეს სურათი აზერბაიჯანის საელჩომ ჩვენ სკოლას აჩუქა. გარდა ამისა, საჩუქარი კიდევ რამდენიმე სკოლამ მიიღო. ალიევის და პუტინის ერთობლივი ფოტო ასახავს აზერბაიჯანისა და რუსეთის სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობას. სტენდი პირადად მე არ გამიკეთებია, ის საჩუქარია აზერბაიჯანულ ენოვან სკოლებისთვის. მე დავუკავშირდები საელჩოს და განათლების სამინისტროს და საჭიროების შემთხვევაში მას ჩამოვხსნი. თუ სახელმწიფოში თვლიან, რომ მისი ჩამოხსნა აუცილებელია, ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. სოფელ ყულარში 30 წლიანი პრობლემა გადაწყვეტილია. წლების განმავლობაში მოსახლეობას ნაგვის ნარჩენები პრობლემას უქმნიდა. მოსახლეობის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად პრობლემა მხოლოდ მიმდინარე წელს გადაწყდა. ბიუჯეტიდან ნარჩენების გასაწმენდად 20,000 ლარი გამოიყო. მრავალწლიანი პრობლემის გადასაჭრელად მარნეულის მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახურის წარმომადგენლები ჩავიდნენ და სოფლის ტერიტორიიდან დაახლოებით 1000 კუბამეტრის მოცულობის ნარჩენი გაიტანეს. სოფელ ყულარში სადაც დაახლოებით 30 წელიწადი არ ემსახურება არავინ ნარჩენების გატანას, რომელიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და ეხლანდელმა მთავრობამ გამოყო თანხები ამისათვის. 1-5 ადგილას არის დაახლოებით 1000 კუბამეტრი. რისი დატვირთვაც და გატანაც ხდება. მოხარულები ვართ, რომ პრობლემა მოგვარდა. დღეს ნაგვის ნარჩენები გააქვთ. მადლობას ვუხდით ყველას დახმარებისთვის. სოფელ ყიზლაჯლოს შესასვლელში ერთ-ერთ ქუჩაზე გზის მოხრეშვითი სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. გარდა ამისა, აღნიშნულ სოფელში კიდევ 3 ქუჩა მოიხრეშება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს. მოსახლეობა სიახლეს კმაყოფილებით შეხვდა.
which said ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მიმდინარეობს გზის საფარის მოხრეშვა. 960 კუბამეტრის ოდენობის ხრეშით ამ ქუჩის გარდა კიდევ რამდენიმე ქუჩა მოიხრეშება. ძალიან დიდი საქმე კეთდება. დიდი ხანია გზა გასაკეთებელია, მოძრაობა გვიჭირდა. მივესალმების სიახლეს დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პრობლემის გადაწყვეტაში. მარნეულის რეგიონის უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი სახანძრო მანქანა იზრუნებს. მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანა შეიძინა. მისი შესყიდვა ადგილობრივ ხელისუფლებას 200,000 ლარი დაუჯდა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნავს, აღნიშნული სახანძრო მანქანა ქალაქ მარნეულსა და მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა სოფელს მოემსახურება. დღეს როგორც იქნა დიდი ხნის ლოძნის შემდეგ ჩამოგვევიდა სახანძრო სპეციალური მანქანა უკრაინიდან, რომელიც შეიძინა მარნეულის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურმა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მუნიციპალიტეტს ბალანსზე ჰქონდა 3 სახანძრო მანქანა, რომლებიც არიან საკმაოდ მოძველებული და აქედან ამ 3-დან ერთი არის მხოლოდ წყობაში. ის არის შეძენილი 99 წელში. სულ მანქანის ხელოვნება არის 24 წელი. პრინციპში უკვე საკმაოდ ამორტიზირებულია მანქანა და აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გამოცხადებული იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ ტენდერი, რის საფუძველზე შეძენილი იქნა სახანძრო მანქანა თანამედროვე ტიპის ახალი, რომელიც მოემსახურება მთლიანად როგორც ქალაქს, ისე მთლიანად მარნეულის რაიონს და არა მარტო მარნეულის რაიონს, ასევე მეზობელ რაიონებსაც.